მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ კარგად მომზადებული ყავით დღევანდელი თამაშის, ჩვენი მოწინააღმდეგის შესახებ სრული ინფორმაცია გაგვაჩინია, საკმაოდ ძლიერი გუნდია, მაგრამ იოლი მეტოქე დღევანდელ კალენდარში ნამდვილად არ არსებობს. სამწუხაროა უბრალოდ რომ რამოდენიმე წამყვან მოთამაშეს მიკროტრამები აწუხებს ჩვენსას, მაგრამ რას ვიზავთ, ჯგუფის პირველი თამაშია, მით უმეტეს საშინაო კედლებში ვთამაშობ და დიდი სურვილი გვაქვს, რომ გამარჯვებით დავიწყოთ ეს ჯგუფი. რა თქმა უნდა, არაერთხელ მithმოს და ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრის დასწრება, მათი გვერდში დგომა, მოთამაშეებზე ძალიან დადებით გავლენას ახდენს ეს ყველაფერი და მე ვფიქრობ, რომ ვისაც კალათბურთი უყვარს, ის არ არის განებივრებული ევროტურნირებით, თბილისში ჩატარებული საკლუბო ევროტურნირებზე მაქვს, თორე ნაკრები, რა თქმა უნდა, ხშირად ახარებს ჩვენს გულშემატკივარს და დიდი იმედი მაქვს, რომ დაინტერესება მოყვება ხვალინდელ თამაშს და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივარი მხარს დაგვიჭერს. მეტოქე ძლიერი გუნდი არის, რა თქმა უნდა, ნუ ეხა გამართლებით ევროპათასზე, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა. როგორც ჩვენ დამიმსახურეთ აქ ყოფნა, ისე დაიმსახურეს იმათმაც და რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მაგ ყველაფერს. მაგრამ ჩვენც თუ გვინდა რომ ამ ჯგუფიდან გავიდეთ, ერთ-ერთი უნიშნულოვანესი გამარჯვება იქნება ხვალ და აუცილებლად მოსაპოვებელია, თარმით უმეტეს, როცა სახში ვთამაშობ და ნუ გულშემატკივრების იმედი, რა თქმა უნდა, გვექნება. გუნდში ძალიან კარგი აწყობა არის, ტრამვიანობა ესეთი უსე გვაქვს, მაგრამ სავენიეროდ ხვალ ყველა დაგვეხმარება და ისე თქვა სრული შემადგენლობით დავხვდებით ჩეხებს და შევეცდებით, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ.